სასმელი და სარწყავი წყლის მოწესრიგება, სოფლამდე მისასვლელი გზების მოწყობა, ბაგაბაღების რეაბილიტაცია და მოედნების მშენებლობა. ეს ის პროექტებია, რომლის განხორციელებაც სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ახალციხის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებს სურთ. სოფლის მოსახლეობა პრიორიტეტებს წელსაც რამდენიმე მიმართულებით განსაზღვრავს, თუმცა მოსახლეობის უმეტესობა კვლავ წყლის რეაბილიტაციას ითხოვს. ჯერ თქვენს ხიდი არაო და წყალი და ბაღი, მერე გაჩერდნენ ბაღზე. წყალი არ გვაქვს, სასმელი წყალი საერთოდ არ არის, ჯერ შემოდგომაზე მithom დაიწყეს, ეგრევე დარჩა. აი ეს თანხა ახლა ქალაქმა რაც ბიუჯეტიდან უნდა მოგეცეს, ეს თანხა სხვა არის. აი ეს არის კაკრას იმ ქალაქისთვის, იმ საბავშვო ბაღისთვის არხის დასრულება და ხიდზე კიდე გვაქვს სადღაც 32-26 მეტრია გაახლება. ბოლომდე რომ გამოვიდეთ ის დროგასული კოჭები რომ გვიწვია, არავინ არ ჩავარდეს შიგ. ჩვენ გაღმა ქონდა საბავშვო ბაღი, ჩემ ბავშვობაში კი არა, ჩემი შვილები რო იყვნენ, იქ გაიძენ. აქ არავი არ არის პატრონი, აგერ აი შეეკითხეთ. სოფლის ხალხზე გაიგეთ რა გვიჭირს, ყველაფერს გვიჭირს. ჩვენ გვინდა წყალი სოფელში, თავარი არის წყალი. წყალი რო იქნა სოფელი აყვავდება. აღარ წვალო მაგრამ რო იყოს სოფელი ხო იცი რა არის. სოფლის რა უნდა ხელი მოიყვა, კარტოფილი ბოსტნეულ მოიყვა და აი საერთოდ ჩვენ ისა რომ წყალი გქონდეს. წყალი არ გვაქვს. ამდენი წელწადი აკეთებენ, ამდენი თანხა გამოიყო. არ ვიცი სად მიდის. დღესდღეობით ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში რწმუნებულები კრებებს აწყობენ და სწორედ შეხვედრაზე ხდება პრიორიტეტების შერჩევა. ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ გაერთიანებებში თანხა სოფლის მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით განისაზღვრება და არსებული პრობლემების მოგვარება თითოეულ სოფელში 4,000-დან 80,000 ლარის ფარგლებში ხდება. პრიორიტეტების შერჩევა მიმდინარეობს. უმრავლეს სოფელში ჩვენ უკვე ჩავატარეთ შეხვედრები მოსახლეობასთან. დაგეგმილია დღეს აწყურში და ასე შემდეგ გრაფიკია შედგენილი. თუმცა მოსახლეობას აქვს უამრავი აზრი განსხვავებული, ხანდახან შეჯერებული. ჩვენ მათთან ერთად განვიხილავთ მათთვის ნიშნულოვან საკითხებს და მათთან შეთანხმებით უკვე დავსახავთ პრიორიტეტებს, რომელიც სოფელში რა უნდა გაკეთდეს. ტუალების საბედნიეროდ ნელა-ნელა გადადის უკვე მოდიდან ასე ვთქვათ. ეხლა უფრო წინა პლანზე წამოიწია სასმელი წყლის როგორც ხარისხის, ასევე რაოდენობის გაუმჯობესებამ რა. ასევე არის გზების მოხრეშვა, მაგრამ გზების როგორც მოგეხსენებათ, მცირე თანხებია და გზები ასე თუ ისე უფრო ვცდილობთ რომ ადგილობრივი ბიუჯეტით გავაკეთოთ. ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულები ამბობენ, რომ სოფლებში მოსახლეობის აზრი იყოფ, ამიტომ პრიორიტეტების შერჩევა ამის გამო ჭიანურდება. ამასთანავე მათივე მტკიცებით სოფლის მოსახლეობა არ აქტიურობს და კრებებს არ ესწრება. ამიტომ ისინი ადგილობრივებს ჩართულობისაკენ მოუწოდებენ. რწმუნებულების თქმით, რომელი პრობლემა მოგვარდება სოფლებში და თანხები რა კუთხით დაიხარჯება, ეს მოსახლეობის გადასაწყვეტია. თემზე თითოეულ სოფელზე ცალკეული თანხებია გამოყოფილი. აქ მე და გამგეობა, მე როგორც გამგებლის წარმომადგენელი, არ ვეხები სოფელი თვითონ აწესებს პრიორიტეტს სოფელშია. სოფლიდან არის წარმომადგენლები თითოეულ სოფელში ამ თანხასთან დაკავშირებით, განკარგასთან დაკავშირებით ჩვენ უბრალოდ კოორდინაციას უწევთ ამ თანხებს, რომ როგორ რამდენი პრიორიტეტებსაც ისინი გვეუბნებიან, იმათ გვერდზე უდგევარ ჩვენ და ვაკეთებთ ერთობლივად. სოფლის მოსახლეობის პროგრამა 2015 წლიდან შეცვლილი სახით ხორციელდება. ინფრასტრუქტურის სამინისტროდან დაახლოებით 650,000 ლარია გამოყოფილი, რომელიც სოფლებზე კომლების რაოდენობის მიხედვით გადანაწილდება. ახალი რეგულაციების მიხედვით მუნიციპალიტეტებს შესაძლებლობა ექნებათ პროექტების განხორციელების შედეგად დარჩენილი ფულადი ნაშთები გაერთიანონ და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან შეთანხმებით თანხა მუნიციპალიტეტში დამატებით პროექტების დასაფინანსებლად მიმართონ. ამასთანავე სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სამინისტრო უფლებას იტოვებს თანხების მიზნობრივად ხარჯვასთან დაკავშირებით მონიტორინგიც განახორციელოს.